ყრმა იზრდებოდა და ძლიერდებოდა. სიბრძნით ივსებოდა და ღმერთის მადლი იყო მასზე. მისი მშობლები ყოველ წელს პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში დადიოდნენ. როცა იგი 12 წლის გახდა, ჩვეულებისამებრ წავიდნენ დღესასწაულზე. დღესასწაულის დასრულების შემდეგ დაბრუნებისას ყრმა იესო იერუსალიმში დარჩა, ხოლო იოსებმა და მისმა დედამ ეს არ იცოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ის თანამგზავრებთან იყო და ერთი დღის გზა გაიარეს. შემდეგ ნათესავებსა და ნაცნობებში დაიწყეს მისი ძებნა. როცა ვერ იპოვეს, იერუსალიმში დაბრუნდნენ მის საძებნელად. 3 დღის შემდეგ ტაძარში იპოვეს იგი. მოძღვრებს შორის მჯდომი, მათ მოსმენასა და კითხვებს უსვამდა. ყველა, ვინც მას უსმენდა, გაოცებული იყო მისი გონიერებითა და პასუხებით. როცა მშობლებმა დაინახეს, განსვიფრდნენ. დედამ უთხრა: შვილო, რატომ მოგვექეცი ასე? აი, მამა შენი და მე ტკივილით გეძებდით. მან უთხრა მათ: რატომ მეძებდით? არ იცოდით, რომ უნდა ვიყო ჩემი მამის სახლში? მაგრამ მათ ვერ გაიგეს ის სიტყვები, რაც მათ უთხრა. ის მათთან ერთად წავიდა და ნაზარეთში დაბრუნდა და ემორჩილებოდა მათ. მისი დედა კი ყველა ამ სიტყვას გულში ინახავდა. იესო იზრდებოდა სიბრძნით, ასაკითა და მადლით ღმერთისა და ადამიანების წინაშე.